წინდალეულები ვიწყებთ. მოკლედ რა ხდება? ვართ ისეთ ადგილზე, რომელზეც არაფერი გსმენია. ირაკლი Google-ში სკროლავდა და აღმოაჩინა ტუმტუმსახური მუხად გვერდის მისადგომებში და ჩვენი მიზანია მივიდეთ გამოქვაბულამდე, რომელსაც ვიღაც ადამიანი არ ვიცით ვინ არის დაარქვა ტუმტუმსახური. სხვადასხვა გზა არის. მე და მახარა წავალთ ერთად, თია და ირაკლი წავლენ ერთად და რომელიც უფრო მალე მივა, რომელიც პირველი იქნება დანიშნულების პუნქტზე, ის იქნება გამარჯვებული. შესაბამისად, ერთმანეთს მივცემთ გარკვეული სირთულის დავალებებს იმისთვის, რომ უფრო და უფრო გავართულოთ ჩვენი იმისთვის რომ უფრო და უფრო გავართულოთ იქამდე მისვლა და ერთმანეთს შევუქმნათ გეიმერული დაბრკოლებები, რადგან ეს არის საპილოტე ჩაწერა ჩვენი ახალი პროექტის, რომელსაც ქვია We are in the game. რა ძალდებოდეთ? კარგად. იმედია იქ დაგხვდებით რა. აბა თქვენ იცით. სახე გავაწოთ. დავიწყეთ. მოკლედ წავედით. თელი მუღავი რა არის, იცი ხო? ეს კურდღლის და იმის რა ქვია. კუს შეჯიბრიროა. გითხარი რამე ჩემი სათრევი რო იქნები, ეგ გითხარი. ეხლა ხირსელი გიჟივით ირბენს. თეას არ ბენინებს. ან თავარი არის ის, რომ უბრალოდ ცოცხალი ჩამოვიდა მე პირადად. რომ არსად არ გვეჩქარება. ის გზა სადღაც აძურება, ეხლა გადახტება, გადმოხტება. ხო რაღაცებს ჩალიჩებს რა. ეხლა ცოცხალი ვერ ჩამოხოთ, თუ ეგ ჩაგისრიალდება ფეხი აბა დროებით. ეხლა გზები იყოფა ორად. აი ჩვენი აზრებით იყოფა ორად. ცოტა ჭრდილიანი ადგილი ვნახეთ როგორც იქნა. ერთი მიდის იქით. მეორე მიდის იქით. GPS-ი გაგიკვირდებათ და გვაჩვენებს, რომ უნდა წავიდეთ შუაში. ცოტა ტაკოები დავოსვენოთ. კი ბატონო. ამა ცოტა ტვინი წაიღო, მარცხნივ ბიჭო, მარცხნიდან, აი კაცის სიტყვა როა კანონი არის ის წამოქავო მარჯვნივ. აი იქით მიდიან, ნახე თუ მიზუმაობა. აი ბუჩქს გაცდებიან ეხლა. უკვე ოფიციალურად გაიყო ჩვენი გზები, წერან გადავიკვეთეთ. ეხლა საერთოდ ცალკე არიან. წესტოკე მზად იქნებიან რაღაც პატარა დაკვირვებისთვის. მოდი ამოიღე ტელეფონი და მისწერე. აბა იმე. მაგარი გიჟუჩო ბიჭო. ნახეთ ბიჭო რაკეთლა. ხოდი ვაგებ. შემდეგი 200 მეტრი. აჰა. ხირსმა აიხიოს თვალები, თავშუბლზე რაღაცა უკეთია. ხო რა. 200 მეტრი უნდა გავიარო თვალა ხველულმა და შენ უნდა მიკარნახო სად წავიდე. იზი. არ ვიცი რა იქნება. მაგრამ ხირსი ხოთზეა. არ დააყოვნეს მეგობრებმაც მესიჯის გამოგზავნა. რა არის ჩვენი პოსტი? 200 მეტრი ზიგზაგით უნდა იარო შენ, მარჯვნივ მარცხნივ. პირადად შენ. ჩემი კვესტია. Nice. მოდი წინიარე. მარჯვნივ შენგან. კიდე მარჯვნივ. მიდი. რამე არ არის, ფეხს ხო არ წამოვიდე. ნუ ეხა. აი ეგეთ რაღაცები მიკარნახე. კვესტი ნომერი პირველი, ზიგზაგით სიარული 200 მეტრი. დავიდა. შეგიძლია შენგან მარცხნივია რო ეგეთ რაღაცები მითხარით, სოჭი გეუბნები რა. გზის მონაკვეთში არა, ეგრე ძალიან მოგახოლდარეთ. 200 მეტრი სად დამთავრდება? მე გეტყვი. არ ვიცი, ვინ გადარჩება ცოცხალი, არ ვიცი, who knows. ნახე პირველი სად წააგეს, აღმართზე არ მითხრა. ეს გინდოდა? მიიღე ხო ირაკლი? აწვალებ ბავშვს. რავი ხირს, ჯობია შენს გულს ენდო, ვიდრე ჩემს თვალს. ალბათ. აზე არ ვარ საერთოდ მარშრუტი სად მიდის, სად მივყავართ. ხო და ეგ იცის ხირსელმა. რომელსაც თვალები აქვს ახვეული. ეკალი, ანუ ხო შეგიძლია თქვა, წინ ეკალია. ჩემი აზრით ცოტა სწორად უნდა შეერჩია დრო. კი. თორე აქ ძალიან მარტივი.
აუ, სოხა სადაგვეთესა ქობულეთში. აბა. ისვენებს ეხა. უაზროდ დადის. წამოწოლილია. იღებს რუჯს. აი, მოდი მეც იმას ვიზო. ხედავ. ხარს აგიწყო. აი რა არის ძმობა. კოუოფი გავაკეთოთ, კოუოფი. ეს აღმართი ამოვიარეთ. წარმატებით. მოვიცნა უკვე. არა. სად უნდა მოვიცნა? წადი კიდე იარე რა. მაყოფილი ვარ ძალიან. ანუ ის თავის ამბავშია. აი ამ ხესთან მორჩით. მზე ჩრდილი სადაც თავდება. როგორც ალგორითმი მეუბნება მანამდე 200 მეტრი. ღირსელ შევსკენ, აბა ხმას გამოყევი. ჩემ ჭკუაზე დადის. ანუ არ მეგონა რომ ეს ტური ესე მომეწონებოდა. მოიხსენე ბრატ. აი ის თელი გზა ამოიარა ჩემი მითითებებით. მახარას დაინძრა მაგრამ. ეგ არის. კვესტი შესრულებულია. ესეც პირველი. აქ დაგვეწერება ლეველები რომ XP-ები რომ ლეველს რომ მივუახლოვდით. კაი ჩემო ძმა, აუცილებლად. ყველაფერი ჯერჯერობით კარგად მიდის, გარდა იმისა, რომ რაღაცა კვესტები ნაკეთები ინესა. მაფორთხიალე და ხელზე მაზოლები და კაროჩე. კვესტი ნომერი 2. ხახუტას შემოქმედებინა. იარე მომდევნო 150 150 მეტრი. და მე მგონი შარში ხარ. შენ ხო არ გადა. მოკლედ მომდენო 150 მეტრი, უნდა იარო 4-ით. ოპა. ერთესული ვაკადრებს როდის ვნახავ. ხო და თან უნდა ილაპარაკო სამ ყველაზე რთულ თამაშზე, რომელიც გითამაშია. ანუ რომელმა ავადმყოფმა მოიფიქრა ეს. სუდა ოი თორჩი. ძალიან კარგი იქნება. მაგ კადრის წარმოდგენაც კი ერთი სიამოვნება არა თუ ყურება და მერე დამონტაჟება. აი ამ ბიჭმა უნდა აიაროს 4-ით, აი ეს აღმართი, არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ საშინელი აღმართია და თან უნდა ილაპარაკოს. დავიწყეთ. ოლაიზონმე. მეორე კვესტ ხირსმაც უპასუხა თავისი. მეორე დავალებით და აი ხავ ნახე. 200 მეტრი იარე, 2 ნაბიჯი წი, 5 ნაბიჯი უკან ბოზო. ამასაც მივაკეთებ ამის დედავატი. ხო არა და. ოკეი. მოკლედ ანუ აი ამას იმიტომ ვაკეთებთ რომ ასწორებს საბოლოო ჯამში, მაგრამ არ და გავიწყდეთ ჩვენი გამოწერა. სტენდალეულები. ბიჭო, ეგრე წინ ვერაზოს ვერ წახვალ. ვერ წავა, ხო? ანუ წინ როგორ წახვალ 2 ნაბიჯი. ანუ მაყოვნებს ყველაზე მეტად ანუ კი არ გაყოვნეს, უკან ჩახვა. ჩაო რა მომიწევს ხო, რა გავაკეთე. და ვარ თქვენც ვერ წახვალ. ან ხო და 200 მეტრი იარეო და 200 მეტრი წინ ვერ წახვალ და შესაბამისად თქვენს ვერ შეასრულებ. არა, 5 ნაბიჯი, 2 ნაბიჯი წინ 5 უკანო. ხო და 2 ნაბიჯს წინ გადადგავ და 5 200 უკან 3 მეტრი ნაბიჯით მიდიხარ უკან. 200 მეტრი მაშინ უკან უნდა ჩავიდე. ხო. ვინც ეს მოიფიქრა ეს კვესტი? არ დაგავიწყდეს რა თან უნდა მოყოვე. მოკლედ, ყველაზე რთული თამაში, რაც კი ოდესმე თამაშია. პირველი. პირველი იყოს მედივალ ტოტალ 2-ის ბოლომდე დახურო 100%-ით. ხო. მანდრა თუ შენი მოფიქრებულია, მაგრა დაგენძრა. ხო. მედივალია პირველი თამაში. და რა იყო მანდ ყველაზე რთული? მე ხადავებ ის. მეტი ღირს ანუ 100%-ით დახურო არის ყველაზე რთული მანდრა რომ მთელი მეპი უნდა დაიფქრო რა. ხო? ხო. აუ, ბალანს. და აუ, ეკალი შემერჭო. მაგის სტორილაინი რა არის? აუ. მერე მოგი.
თუ ნაბიჯებზეა, მაშინ ერთი ნაბიჯი ხოა მეტრი. ხო. დაახლოებით. უნდა გადადგა 5 ჯერ 20. ანუ რა 20? 5 ჯერ 20. ხო, ანუ 5 ნაბიჯი 5 მეტრი ხოა? ანუ 20 ჯერ უნდა წახვიდე წინ და წამოვიდე. დავай დაიწყე. კიდე ერთი თამაში არის. Fallout-ი on hard-ზე. ერთი ტყვია კლავს პირდაპირ. არა? ეგ არის მაგარი რთული. დაგაკმაყოფილოთ 40. ვაუ. გამოუწერეთ. წავედი 2 ნაბიჯი წინ 5 უკან. 1 2 აუჭე. 3 4 5 1 გონი 18 მაგრა წაიქცეო. აი უკვე მესამე. ან სადამოვედით. რთული თამაში. არის გაგიკვირდება და ქრაში. ის დამპალი ცხოველი. ძალიან ხშირად ხდება. აი 5 სიცოცხლე გაქვს 6 რაღაც, მაგრამ შეიძლება ისე გაიჭედო, რომ ვერ გახვიდეთ, ანუ უამრავი ტურია. და თან პახოდო აღარ შემიძლია. ბევრია ჩა. ცოტაც 19 ეგ არის ხო? აქედან ყველაზე კარგად ჩანს იდეაში ამ გზის სირთულე და quest-ის სირთულეც. და მარტოზე დღან ძალიან კარგი. ანუ გადავდივართ დამპლიური თამაშებს. არა? ისევ დაიწყეთ ხო ეს დამპლიური თამაშები? არაშო. მე მარტო მე რატო ვიქვესთები, თო? ანუ მე გოგო ვარ. მოვიდა quest-ი, ნახე შენ ხარ ახლა. გილოცა ძლივს, მადლობა. არა, ასკინკილა ე. ასკინკილა თეასთვის მოდი. ესე იგი მომდევნო 200 მეტრი თეამ უნდა იაროს ასკინკილით. და თან ისაუბროს როგორი კარგია არა გეიმერი ადამიანი გეიმერების საზოგადოებაში ხვდება. ასეთ გასვლებში, ასეთ ექსტრიმში მაგერხათ. მონაწილეობის მიღება. როგორი კარგია. ეს ხახუტა იქნებოდა, ხახუტ მადლობა რომ არ გამწირე. შენი ჯერიც მოდის. ანუ ხახუტ. ხო, ასკინკილოც. ხახუტ. არა, ნო, არ არის არჩებით. ფაქტი. ზოებაში რომ ეს ის მომენტია, როცა მე кайფობ და სხვა წვალობს. იპოვე ყველაზე მაღალი ხე და ადი კენწეროშიო. ხო, ამას მე ვერ ვისავ. მე ვის. მიდი. ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ნუ ხდება, რომ საჭკაო. აი ამას. ნუ საჭკაო. ამას დაყვები. ნუ საჭკაო. დავoi დაიწყე. ასკინკილით 200 მეტრი. მე წავიდა. მისჩვენია რომ შენ წინ წახვიდე და ჩემი მოტივატორი იყო რა. ნახე ყველაზე მაღალი ხეო და სულ ჯუჯახეებია გარშემო. ქვევით სიღრმეში აღარ ჩავა. აი შედარებით მარტივად ასაძრო მიხეც ეს არის რა. ჩემი წონიდან და ასაკიდან და ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ამ ხეს გავუქაჩა. ასკინკილით 200 მეტრი. კიდეო ისიც იყო, მაგრამ იცოდე შევხვდები შევხვდეთ. ამ ხეზე מחარ შენ ხელა რო ვიყო ავხო ხდებოდი ხელების გარეშე. აბა უკვე. გონია რომ ბიჭები არიან და ქალი ძლიერი არსებაა და რაღაცეები არ ვიცი, მაგრამ არა ყვეთხან ხო. მარტო მე რატო ვიქვესთები, თო? ანუ მე გოგო ვარ. არ ვიცი. ეს არ გამოცედა. კაი, იყო მე რო დავცოცავდი 4-ით. ტუნტუნ სახურამდე კი დარჩა. ჯერ დრო იმათვისაც, მაგრამ აი ამათ მომდებათ ჩემი საფირმო კერძები. მოვედით. ცო, ყოჩა. აბა, მოგვიყევი თუ როგორი შეგრძნება იყო თე.
ქოშინის თმას მოგაგვაგონებ ვიდეოში. შემდეგ შეკრებაზე ჭამთ მხოლოდ ჩიფსებს. ესაა ჩემი კომენტარი. რაც შეიძლებოდა მაღლა ავედი, ამტოც არ გავურისკავ. სანამ აქ ვარ, შეგახსენებთ რომ გამოგვიწეროთ, გააქტიუროთ ზარისღილაკი, თუ ეს ჩემი ხეზი აძრომა გამომწერებს მოგვიყვანს და შედეგს მოიტანს, მეორე ხეზეც ავძრებ. უფრო დიდ ხესაც ვიპოვეთ. ხო. აუცილებლად. მეცნები მეც ავძრემენ. აუ ჩრდილი. მაგათ აქვთ გასავლელი 3 კილომეტრი, ჩვენ 5. ცოტა რომ მოვიგოთ მანძილში. აუ ისინი მაგახოძიელი, ნახე კიდე მოვიდა კვესტი. 500 მეტრი წავიდეს უკან. თან თქვა 52 თამაშის სახელი და თან სერიები არ ითვლება. ლარა კროფტი 1, ლარა კროფტი 2, ეგრე არა. ორჰამერის 30 ლაინი ხო, და ასე შემდეგ რა. კაი, ეს არის წავედი. პრობლემაა ხა. წავედი, დამელოდე. ოკეი, ბაი. ნახოთ, ავარ ამოიფიქრა. შეაგროვე 50 ცალი ქვა და გაიარე 150 მეტრი. ანუ მაგრად ცუდია ეს ბიჭი მეტრობაში იმენ. 150 მეტრი უნდა გავიარო და ამ 150 მეტრში უნდა შევაგროვო ალბათ 50 ქვა. დავიწყოთ სტრატეგიებით. კაზაკები, მედივალ ტოტალური, redline კიდე არის stronghold-ი. ხო, კაი, მე უცებ რაც მომიფიქრება Days Gone, Red Dead Redemption, GTA, Forza Horizon-ი, Need for Speed-ი. აი 150 მეტრი. ნუ ვეცადოთ რომ აქვე შევაგროვოთ რა. ხო, ანუ გზადაგზა. 1, 2, 3 ქვის მეტი რა არის. F1, FIFA, კალადბურთი, Maiden and Feral რაღაც ეგეთი, Snooker-ი, Cyberpunk-ი, კარგი Cyberpunk-ი, Crash-ი, 2 კიდე Faded, Alan Wake-ი, Alan Wake-ი არა ხო, Alan Wake-ი. ციაო მაგარი თული 2, 3. 25 შენ 25 მე 4, 5, 6, 7. კაიფი ვინც მომპარა შეხო ისმენე 8, 9, 10. ერთად ბიჭო ძართულია. კიდე აი ხა დამოუწნა ყველაფერი, იმდენი რამე მაგ თამაშები. WoW, Lineage, Dota, Counter Strike, ხო, კიდე online-ში Call of Duty, აი Battlefield-ი, Off-Road-ი, Madraneri, Off-Road-ранери უბრალოდ და მეორე Madraneri. იმ თამაშს არ მახსოვს რა ქვია, ტრაილერები და კოს, მაგრამ არის ეგეთი თამაში. 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23 და ამ ქვებით უნდა ვიაროთ ალბათ 150 მეტრი. 21. თან ზადნი ხოდით მივდივარ, ანუ დამუღამეთ, უკუსრით მივდივარ, იმიტომ რომ მზე ურტყავს და კადრი არ გამოვა, ანუ კოშმარია. 22 აღარ მეტევა ხელში. 23, მეგობარო 24, 25 ქვა. კაი, კიდე გავაგზავნოთ ტირილის გარეშე. ესე იგი Batman-ი იყოს, Spider-Man-ი იყოს, Resident Evil-ი იყოს, Half-Life-ი იყოს, კარგი, კიდე რა შეიძლება BioShock-ი იყოს. Mario, რა თქმა უნდა, ჩვენი Mario. რანაირი დავალება? ბიჭო, იცმოვაზე რაღაცნაირ ხერსისეული დავალებები არა, რანაირი ტიპიც არის, აი. 50 ქოშია გროვე შეჩება. ხო, რა დავალება. ტანკები. ასევე War Thunder-ი, ტანკების განახლებული ვერსია. World of Tanks, ეგეც. ხო, კიდე რა შეიძლება. Far Cry, მახარჩეკ. Far Cry. კარგია. შევაგროვე მე. შეიხარე ტრაქში. აჯიკა. ხო. აღარ მახსოვს. დავიღალე. მე ხო ადამიანი ვარ. ესე ჩენი 50 ქვა ჩემოძმა 25 ხახუტა მოისროლა წეღანა. 1, 2, 3, 4 და 50. ესეც მე 4. კიდე რა შეიძლება Forza Horizon-ი თქვით. Assetto Corsa, აბა რა ბიჭო, Assetto Corsa. დაიგარა. ერთიც კიდე მოსაფიქრებელი გვაქვს. კი ბატონო. რამე ისეთები. ორჩა. დამთავრებულია.
დამოვიდა ახალი quest-ი. ხო არ უთხრათ რომ ყველაზე დიდ აღმართზე ავიდნენ და თოკი მოიბან და თოკი ჩამოვიდნენ და მე ისე ავიდნენ. არა, ნახე. აღმართს რომ მიადგებიან, კარგად დაიწყო. ფეხებით გადაევან. ერთის მარჯვენა და ერთის მარცხენა ფეხით და იმღერეთ ქართული სიმღერა. ოპა. და ეგრე ავიდნენ აღმართზე. ბაზარი არა. ხო, ეს აღმართი მინიმუმ 100 მეტრი უნდა იყოს რა. ხო. აუ, კაროჩე. კაი. ნახოთ აბა რა გამოგვივა. აბა, ჩვენ ვიწყებთ. 100 მეტრი ხახუტას იჭერ ფეხებით. ის მიდის ხელები. ოპა, ჩემი. და თან ყვება Far Cry 6, რატომ მოსწონს რომელსაც თან ეხა თამაშობს. ძალიან დიდი და გრძელი თოკი აქვს და ნეტა ფეხებიც გვაქვს. ფეხებიც არის. მარჯვენა და მარცხენა. დაიწყება. რა კარგია რომ ორივეს მარჯვენა ფეხი აქვს. აიცა. ოხ. დავაი. ნელა. ეხა შენი ფიქრა იმაზე რა უნდა ვიმღეროთ. რა მე ვიმღეროთ რა. რამე ქართული. საკმარისია. აბა წავედი ვარ. აბა ეხლა მეგობრებო. წავიდა. წინიდან ალექსანდრა ისაუბრა. რატომ მომწონს Far Cry 6? საოცარი. რეალურად Far Cry სერიების მე ვარ ცოტა სკეპტიკურად ვიყავი გაწყობილი, იმიტომ რომ აღმართსაც გაჩვენებთ თუ შემოვტრიალეთ. ვაუ. ადრე არაჩვენებს როგორი დიდი აღმართია, თუმცა აღმართი არის. თან ესე დაფსკვნილები რო ავალ საკმაოდ ისეთი. არასასიამოვნო იქნება. ვიწყებთ. ჩვენ ვიწყებთ. და რას ვარი? 3, 2, 1. Ubisoft. მიხალები მაწექი შეჭება. მაგრამ აი, კაროჩე მოახერხე და ვერ შეკარი, ხო ნორმალურად. ანუ გადაეს უფრო უარესია. ვაგრძელებთ იგივე ადგილიდან, უბრალოდ ორჯერ მეტად გადავსკვნილი ჯიგარი ხართია. არა ვერა შეჭ. 10 მეტრი ხოვი არის. რაღაც ჯანდაბა მოიფიქრა. აუ ვაფშე სხვანაირად უნდა გვექნემიში აი ესე უნდა გვექნე როგორ? ამოხლარდოლე ხო, კი, აი. აუ, და მოკლედ. ვიცი, იქ ხარ გავენახე იქ არ არის ქვები. აი ის აი 10 მეტრი ვიარ დაგვრჩა 20. 200 და 150 და ის კიდე. ლა, გადმოდი ხია. ოპა. აწი. ამელი. ერთი. სველოდი. ორი. ჩვენ პარულს. ანუ სიმღერაში მე მოვიკეჭლებ. ეს მღერის, მაგრამ არ მღერის. რა ქვია? დარწმუნებული ვარ, ეგეც არ წავიდა 500 მეტრით უკან. დავიწყოთ ეხთითების გაშვერა. ჩვენ ეს შევასრულეთ. Cut. ტონტონი ველოდებ. არე 4-ით? ყველაფერი ვაკეთე. საღო. ჩვენ ეს ფეხებიდან ბევრი ვერ 100 მეტრი ვერ გავხარჯ. ხო, ძალიან ძნელია. ესე უნდა შევიდეთ. და თქვენ სხვა გზაქვთ, ჩვენ სხვა ხო? არა, ერთად ჩავიდა. არა, ეხა უკვე ერთად, იმიტომ რომ სერიოზული დაუნფილია. აბა ვინ მოიგო, ეხა ეგოც უნდა ვთქვა. თქვამოთ. ჩვენ და პირველები ესენი მოგიყვნენ. ლოგიკურია რომ მოიგებდნენ. და დღევანდელი პროექტის გამარჯვებული გახდა ირაკლისა და თეას წყვილი. სამწუხაროდ ეს ვერ გადავეჩვენ. რა არის ნაშასავით. შევიკრიბეთ ტუმტუმ საჰურის ჩასასვლელთან. დავიწყებთ ჩასვლა, საკმაოდ რთული ჩასასვლელია, როგორც აღნიშნეს ირაკლიმ და თეამ, თუმცა იმისთვის ვართ, რომ ცოტა უნდა გავიჭიროთ. ნახოთ გამოგვადგება თუ არა ის ინვენტარი, რაც წამოვიღეთ. თავარი ინტრიგა წინ გვაქვს. ორმაგი სტანდარტებით ვწყობ.
შერჩევითი სამართალი. მოვედი ტუმტუმ საჰურამდე, მაგრამ ტუმტუმ საჰურში სამწუხაროდ ვერ მივალთ. როგორც აღმოჩნდა, რელიეფი არ გვაძლევს მაგის საშუალებას სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თუმცა უნდა გამოვტყდეთ, რომ აი ამ ხედის და სილამაზის გამო ღირდა აქ მოსვლა. ნამდვილად არ მეგონა თბილისთან ესიახლოს ასეთი განსხვავებული ლანდშაფტები თუ იქნებოდა. ბედნიერი ვარ. დღევანდელი დღე შედგა ყველაფრის მიუხედავად რა, ანუ ალბათ რაღაც 5% ის რომ ვერ ჩავდივარ, საშინელი დამრეცი არის, ერთი ფეხის აცდენაა და მერე მახარა გამოა და მეგობრებო, დავრჩით სამნის ტიმდალეულებში იტყვის. ფიზიკურად შეუძლებელია იქ ჩასვლა. სამარიაჟოდ წამოღებული თოკებიც რა თქმა უნდა არ გამოგვადგება. აი გაკოჭეთ ის. ხირსი მოკლედ ცდილობს რომ აინც იპოვოს რაღაც ჩასასვლელი რა. არ ნებდება ცოცხალი თავით. ხირსი არის ერთ-ერთი ყველაზე ზამასკიანი ადამიანი, ვისაც ვიცნობ. როცა იუბნები რაღაც გაკეთება არ შეუძლია, უფრო აკეთებს თავს იგიჟებს რა მოკლედ. და რაც შემთხვევაში შარამდე მივდივარ. ხო, რაც ძირითად შემთხვევაში მოყვება ცოცხალი დაზგავა ჩემს. რომელიც ახლა გაკოჭავს. მაგრამ ნახე შენ შეიძლება ხარ ცოცხალი დაზღვა, სამწუხაროდ სიცოცხლის დაზღვევა არ ხარ. ჩემი აზრით, თუ ჩვენ შეგვიძლია Google-ში რაღაც ლოკაციებს სახელები დავარქვათ, აი ამ ადგილს შეგვიძლია სახელი დავარქვათ. ამას რაღაც უდნებობისგან რო ესეც სილამაზეში გამოდიხარ. აუ თარა ლამაზია შეხედე. ადგილი დავპინოთ, საიდანაც გამოვედი და დავარქვათ Steam-ის პორტალი. დავაი მშვენიერი. ტიმდალეულების პორტალი.